მოგესალმებით, ბრუნდება ეთთოქი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს სტუდიაში და ვსაუბრობთ კაიაკის კამპანიაზე. ვაპირებთ, რომ იყოს გულწრფელი ეპიზოდი ჩვენი პოდკასტის. ჩვენთან სტუმრად არიან ფარნა ხონელიძე, კაიაკის მარკეტინგის მენეჯერი და რეზო შელია, ვორშიპის თანადამფუძნებელი. მოგესალმებით, როგორ ხართ? გამარჯობა, კარგად. თავად როგორ ხართ? ძალიან კარგად. ძალიან კარგი. ძალიან ესეთი ეპიზოდია დიდი ხანია მე მინდოდა სხვათა შორის ამ ბრენდზე საუბარი, იმიტომ რომ ბევრი წელია რაც გამორჩეული კომუნიკაცია აქვს კაიაკის და ერთ-ერთი სამაგალითოა ხოლმე, როდესაც საუბრობთ დიჯიტალ მარკეტინგში, ახლა სოციომედია კომუნიკაციას მაგალითად. თუმცა ეხლა ასევე არის რაღაცა კამპანია, რომელიც დარწმუნებულია რომ ჩვენს მაყურებელს აქვს ნანახი ან თუ არ აქვს ნანახი შეუძლიათ რომ ამ ეპიზოდის შემდეგ იხილონ და სანამ მაგ ნაწილზე გადავალ და უშუალოდ დავიწყებთ საუბარს ჩვენს კამპანიაზე, მინდა წარვადგინო ჩვენი გენერალური სპონსორი, დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, სახლი რომელიც ჩაიფიქრე, მაგრამ მეტროპოლს რო გვერდში უდგას ჩვენს პოდკასტს, რომ გავაკეთოთ მსგავსი ტიპის ეპიზოდები და ეხმარება ინდუსტრიას. რაც შეეხება ახლა საქმეზე გადავიდეთ მეგობრებო და ჩემი სტანდარტული კითხვა პირველი რასაც ვეკითხები ხოლმე ბრენდებს არის ზოგადად მარკეტინგულ გუნდთან დაკავშირებით, სანამ უშუალოდ თქვენს ასე ვთქვათ ქიმიაზე დავიწყებ საუბარს, თუ როგორ დაიწყეთ, როგორ შეხვდით ერთმანეთს. ფარნა, მოგვიყევი, რა ხდება თქვენს კომპანიაში ზოგადად მარკეტინგის მიმართულებით და კი ბატონო. კაიაკი არის კომპანია, ანუ ჯგუფის წევრი არის, Georgia Beer and Beverages ჯგუფი არის და მის ერთ-ერთი შემადგენელი ბრენდი არის რა. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი დიდი ლუცახარში არის საქართველოს ბაზარზე და კაიაკიც მათ შორის რაღაც პორტფელიში ერთ-ერთი ბრენდი არის. თიმით საკმაოდ დიდი ყავს კაიაკზეც და სხვა ბრენდებზეც. სანამ გადავალ კამპანიაზე, რეზო შენც რომ მოგვიყვე, შენ სააგენტო და სულ ახლახანს გამოჩეკილი სააგენტოა თუ რებრენდინგს აკეთებთ თუ რებრენდინგს ვაკეთებ ვორშიპზე მინდა მეთქო ის თქვენ რომ რაღაც დამკვეთები რომ ნახავენ რაღაც არ ეკონს რომ ახალი სააგენტო გავაკეთე რაღაც ეგეთ. მოკლედ ანუ დავიწყეთ იმით რომ თავიდან ფრილანსერი, მოკლედ რედვერიში ვიყავი, კაი ხანი 6-7 წელი კრეატივ დირექტორი და თავიდან წამოვეცე ხანი ფრილანსერი ვიყავი და გადაგვეზარდა სააგენტოში რაღაცა ესე ბუნებრივად რა. თავიდან მენიფორმსი გვერქვა და ეხა ვაკეთებ რებრენდინგს, არც დავლონჩი ვარ წინაზე ესე ოფიციალურად და ისე და ეხა გვინდა სათის დავილონჩოთ როგორც წესი არის. სტრუქტურა თვითონ გვაქვს ეგეთი რა, მენიფორმსის მაგით ვერქვა რომ რაღაც ადრე როცა ჟიური ვიყავი ADC-ზე, ბევრ სააგენტოების წარმომადგენლები გავიცანი და რომ ველაპარაკე, ძალიან მომეწონა ერთ-ერთი სტრუქტურა იყო ეგეთი, რომ იყვნენ ძალიან პატარა თიმი იყო და მარტო ვინც იყო კი პროფესიონალები მარტო ეგენი იყვნენ მუდმივ თიმში და ეგ სტრუქტურა რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ ძალიან მომეწონა გულში ჩამშა და დავამასორდა რა. და მინდა რაღაცა მსგავსი გამეკეთებინა და მოგეთ შევქმნით ეგეთი სააგენტო, სადაც ეხაც ეგრე ვოპერირებთ რა. ანუ მთავარი კი პროფესიონალები ვინც ვართ ხოლმე ეგ არის, ესე ვთქვათ, შტატში და ისე, ანუ full time-ზე და დანარჩენი ყველა ვინც გვჭირდება და ყავს, როგორც ისე, რომ წლის განმავლობაში ვიცით ხოლმე, რომ აი შენი ამდენი საათი დამჭირდება. მაგის სტატისტიკა გვაქვს უკვე და ვიცით მიახლოებით რა ხდება ხოლმე, პლუს მინუს რაღაც პროცენტულობა არის რა თქმა უნდა, მაგრამ ხო ეგრე ვოპერირებთ რა. ანუ ჩათვალე თითოეულ ბრენდზე ცოტა სხვანაირი სააგენტო ვართ რა. ამ შემთხვევაში ფარნასთვის სხვანაირი სააგენტო ვართ, TV-სისთვის სხვანაირი სააგენტო ვართ, იქაც გააჩნია ხოლმე ძალიან რა არის თვითონ ბრიფი, რა პროექტზე არის საუბარი და ზოგადად რა სერვისზე რა. და რა სერვისებს ფარავთ ზოგადად? ანუ ეს თქო 360 სააგენტო ვართ, დაწყებული კრეატივ კემპეინებიდან დამთავრებული, ანუ რა social media-ით და ბრენდინგით, სულ ყველაფერზე მუშაობ და ყველგან სხვადასხვა ადამიანები ყავს რა. ეგ მაგის საშუალებას ვაძლევს ეს სტრუქტურა ზუსტად, რომ არ ყოლდეს რაღაცა, ანუ მოკლედ ცოტა როგორ ვუდგებით, იცი რომ აი ეს სერვისები გვაქვს და აბა შენ რომელი გინდა კი არა, მოდი დებით ხოლმე დავალება რა გაქვს, გავიგო და შეიძლება აღმოჩნდეს რომ ცოტა მიქსი გინდა ამისი და ამისი და აი მაგას თავაზობთ ჩვენს დამკვეთებს. გავიგე. და რამდენი ადამიანი არის ეს? full time-ად? ხო, ეს პატარა გუნდი, იმიტომ რომ მეც გამიგია ხოლმე რომ აი თუ გინდა რომ სააგენტო მომგებიანი იყოს ამ ინდუსტრიაში რაღაცა, აი სკეილი არ არის კარგი რა, მოკლედ უნდა იყოს რაღაცა პატარა რაოდენობა. გააჩნია ესე მიდგომას გააჩნია ხოლმე, ანუ ბოლო ხანებში სოციალურ ხოლმე ცოტა უფრო ალბათ უფრო ისეთი პოპულარული მოდელი ხდება ნელ-ნელა არის. თავიდან ხო დავწოთ 3 ადამიანი ვიყავთ ისე რა, ანუ კი ტიპები. ახლა ამ
ჰიტიპებს ცოტა უფრო მეტ ხალხს დაუძახებდი. ნელ-ნელა მოკლედ გვემატებიან და აი პატარა ვიტყოდი რომ ესეთი რა, ანუ ვინც მუდმივად არის ხოლმე და ვინც ცოტათი ესეთი ჰეტები არიან, ალბათ აი 5-6 ადამიანი ვისაც მოვიაზრებ ხოლმე ეგრე რა. თუმცა ხო მანდაც ისე გვაქვს ძალიან fluidity გვაქვს მოკლედ და ვიღაცები გვემატებიან ხოლმე შეკადაშიგ. თუმცა ხო ინსტიტუტში ყველას ვისწავლთ რა და ყველასთან მუშაობთ ხოლმე ეგ არის ჩვენი ის სტეიპლი. წარმატებები თქვენ სააგენტოს, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა რამოდენიმე ეპიზოდი, სადაც აი ახალი agency იყო და ძალიან სასიამოვნოა, როცა ინდუსტრიაში რაღაცა ახალი სააგენტო ჩდება და რაღაც ახალი ამბიციები არის. მოდი გადავიდეთ კაიაკიზე. საიდან იწყება თქვენი ურთიერთობა, რა ისტორია აქვს ამ ბრენდის კომუნიკაცია, საიდან ახლა ჩვენ გვაქვს ხოლმე მაგალითად ეგეთი მიდგომა, რომ ყვებით ბრიფიდან შედეგამდე და მე რა ციფრებზე გავიდა ის კონკრეტული კამპანია. მაგრამ ამ შემთხვევაში ხა მე ვიცი რომ წლებია თქვენ გაქვთ ეს გამოცდილება და თვათ ბრიფით არ დავიწყებთ მათ. ხო, კონტექსტი ალბათ უფრო მნიშვნელოვანი არის, ხო, ანუ საიდან კაიაკი ყოველთვის იგი გამოირჩეოდა, ну, ყოველ შემთხვევაში ცდილობდით, რომ გამორჩეული ყოფილიყო რა დალონჩვის დღიდან, რაღაც ესეთი breakthrough იყო კომუნიკაციაში და ეგრევე რაღაცა პოპულარობა მოიპოვა რა და ისე მოხდა, რომ თავიდანვე ავტომატურად რაღაცა კრეატივის თამასა მაღლა დადგა რა, ანუ ბიჭებმა მაღლა დასვეს და შესაბამისად უკვე ყოველ წელს ცოტა ამის სხერბლი ვიყავით, რომ გვიწევდა, რომ შესაბამისად ეს რაღაცა კრეატიული თამასა არ დაგვეგდო და რაღაცა შეგვენარჩუნებინა რა. და ეს კრეატიული თამასა გაჩნდა სააგენტოში თუ თქვენი მოთხოვნა იყო თავიდან რომ ხაზი დაეჭიროთ? ანუ მოთხოვნა იყო ბუნებრივია, იმიტომ რომ პოზიციონირება ბრენდის ის შეიქმნა, რომ კაიაკი იყო მარტივი ლუდი და არის ახლაც მარტივი ლუდი და შესაბამისად ანუ კაიაკის როლი არის, რომ რაღაც ცხოვრებაში თუ რამე რაღაც აბსურდები ხდება, რაღაც ზედმეტად სისულელეები არის, რომ ეს დაინახოს, გაჩვენოს და სარკასტულად შეხედოს და შენ ცოტა გაგაცინოს მაგაზე, იმიტომ რომ არ ღირს მაგაზე რაღაცა ზედმეტი თავისდგებელი და დარდი რა და ეგრევე დასაწყისიდანვე მაგის კეთებას შეუდგა რა, ანუ მიმართულება იქ იყო რა თქმა უნდა და მოცემულობა და ის რომ ეს უნდა გვეკეთებინა, თუმცა რეალური ფაქტი რომ კრეატივი დადგა და მაღალი თამასა ეგ უკვე რა თქმა უნდა შემოქმედებითი გუნდის დამსახურება არის და შემდეგ უკვე ჩვენც ვცდილობდით რომ სწორი მიმართულებით წაგვიყვანა და ყოველთვის თქვა ისეთი ბრიფი რა არის ხო რაღაც ისეთი ჩარჩო მიგვეცა რომ კრეატიულ გუნდს კიდევ უფრო მეტი გასაქანი ქონოდა და რაღაცა არ მოეწურა თავი. ეგ იყო ზოგადად ასე ვთქვათ რომ აი საიდან წამოვიდა ის რომ მაღალი თამასის გაჩენა რა. და ხო, ამბობდი რაღაც შეგაწყვეტილი. არა, ხო, კონტექსტი საერთოდ როგორ მოვედით ალბათ დღევანდელ კამპანიამდე, ხო, ალბათ ეგ არის, რომ ნუ პრინციპში რეზოს უფრო მეტი გამოცდილება აქვს კაიაკზე მუშაობის ვიდრე მე, თუმცა მაინც იმიტომ რომ დასაწყისიდან ლუნჩიდან მუშაობს რეზო პირადად, ასევე მისი გუნდის წევრებიც ამ ბრენდზე და კაიაკი ყოველთვის იყო იმის თქმა, იმიტომ რომ ეხანას ვამბობდი მაგას, ხო, მარტივი ლუდი იყო და აი ამ რაღაც აბსურდების წინააღმდეგ რა და სხვა ცებს ეძინავდებოდა რა იქ რაღაცა ჯერ თვითონ ამ ლუდის ინდუსტრიის კლიშეებს გადაუარეთ სხვა რაღაცა ბრენდებსაც მივწვდით პირდაპირ ანიღრიბათ, იმიტომ რომ რაღაცა ვფიქრობდით რომ ცოტა ზედმეტისკენ მიდიოდა და ჩვენ რაღაც იმარტივეს ვიჭერდით რა. შემდეგ იყო რაღაცა ცხოვრებისეული რაღაცა ლაიფ კოუჩები და ცოტა ზედმეტებში რო გადადის რო დილის 4 საათზე უნდა გაიღვიძო და რაღაცა ასე შემდეგ ხო აი მანდაც მაგის წინააღმდეგაც ვიყავით და რაღაც სარკასტულად ვაჩვენეთ რა და ლოგიკურად ჩდებოდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ლუდი არის და ლუდმა ეს უნდა ილაპარაკოს რა და ეს ტონალობა რო დაიჭიროს უფრო ლოგიკური იქნება. ყოველთვის ეგრე ვფიქრობდით და ბოლოს უკვე წელს აი მსჯელობაში თვითონ გუნდში რო ვფიქრობდით რომ აი ახლა რა უნდა იყოს თქვათ უკვე ბრიფი ხო რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. რა თქმა უნდა ბრენდის პოზიციონირება არ იცვლება, ისე უნდა დარჩეს როგორც არის, რომ კონსისტენსი შევინარჩუნოთ, ანუ არც შეგვიცვლია წლების განმავლობაში, უბრალოდ რა კრეატიული მიმართულება უნდა იყოს და ამ მსჯელობაში მივედით, რომ თვითონ უკვე რაღაც კუთხით აი
მარკეტინგი სფერო, ანუ მარკეტერები და ჩვენი ასე თქვა საქმეც საკმაოდ აბსურდში გადადის რა. აქამდე მივედით, იმიტომ რომ ნებისმიერი რეკლამა საბოლოო ჯამში ეს თან მაგარი რეკლამა არის და რაღაცა კანის ფესტივალს მოიგებს თუ ჩვეულებრივად რაღაცა მარტივი აქცია არის მაღაზიაში, ანუ აი ერთი დატვირთვა აქვს, რომ უნდა მოკიდო რაღაც რა და ეგ აი ყველა ხვდებით ხო მაგას ახლა ჩვენც ხო მარკეტერებიც ხო მომხმარებლები ვართ რა და ეგ ხდის უკვე რაღაცა ეს ქვეტექსტი რომ მოყვება უკვე რაღაც ინდიფერენტული ხარ რა მომხმარებელი და რაც უფრო ინდიფერენტული ხარ მარკეტერებიც კიდევ უფრო მეც ვცდილობთ რომ აბა იქნებ უფრო მაგარი კრეატივი ვქონდეს იქნებ უფრო ემოციებზე გავამახვილოთ რა ხო გული აუჩუყოთ გავაცინოთ ეს ვქნათ ის ვქნათ რომ რაღაც არ უთხრათ პირდაპირ რომ იყიდე მაგრამ საბოლოო ჯამში მაგამდე მივიყვანოთ ხო რაღაც აი ეგეთი ამბებია და თან მეტად ფული დავხარჯოთ იმაზე რომ მივწდეთ social media-ში მივწდეთ გარე რეკლამაში ყველგან და ანუ აი ეს რაღაცა ჩაკეტილ წრეში არის და ჩვენ თქვით რომ ხომ არის დრო რომ თქვა ამ ბრენდმა რომელსაც უკვე აქვს საფუძველი და საკმაოდ ესე თქვა self-aware ბრენდი იყო პრინციპში და თან მომხმარებლებიც ხო მართლა ხო არ დაიღალა ამ ყველაფრით და ვთქვათ რა პირდაპირ რომ ანუ ჩვენ ვამბობთ რომ გვინდა რომ ხო როლუდი მოკიდოთ რა რეკლამას მაგისტვის ვაკეთებთ სინამდვილეში რა რომ ანუ აქცია გვაქვს იმიტომ რომ მეტი გავყიდოთ რომ გეგმა შევასრულოთ დავწეროთ რა იქ ვობლერზე რა მაღაზიაში ხო ვთქვათ ეგ ამბავი არის და აი ეს იდეა გაგვიჭდა და მოგვეწონა ეგრევე თითქოს ჩაჯდა ყველაფერი რა რომ ანუ მომხმარებლებით თითქოს გადავწყვიტეთ და ეგ ინსაიტი არის რომ დაიღალა ამ ყველაფრით და ბრენდის უკვე მზად იყო რომ ეგ თქვა და რაღაცა მართლა გულწრფელი ყოფილიყო რომ აი ამას ვაკეთებთ რა და ეს შევკარით და მივაკითხეთ რეზოს რომ აბა უფრო ძველი დროიდან მინდა რომ გამოყვე. ძველი დროიდან მოდი რაზე ვუსანაფისო რა რაღაც პირველი შტაბეჭდილება რო არის რა რაღაცა და მასო გაიცნობდა პირველ რას გეუბნება და მე ეგ რო რაღაცა გამახსოვდება ცოტა ჩემთვის ეგრე იყო რა იცი რომ მიშომ ჩვენ ერთი თანამშრომელი ვინც იყო მოლეთ social media head-ი იყო რედბერში რა და ერთ-ერთი პირველი პოსტი რომელიც დადეთ აი აქზე იყო დალიეც ამ გავაფუჭებთ რა ეგეთი ის იყო და აი ას გავარდა რაღაცა გავაირალდა იყოს და ძალიან მარტივი კრეატივი იყო თან და ძალიან სულწველი და ჩვენთვის ალბათ ეგ იყო ერთ-ერთი პირველი რამაც ამ ბრენდის სახე შეგვიქმნა რა ანუ ძალიან გასაგები გახდა გარდა იმისა რომ ბრენდის დოკუმენტშიც ანუ რაღაცა მაგას ხსნიდნენ მაგალითზე გახდა გასაგები როგორი ტიპი არის რა self-aware stories თუ არის ჩემი ანუ ეგ არის ჩემთვის მთავარი კაიაკის ამახასიათებელი რა ზოგადად ჩვენს ჩემს საყვარელი ბრენდი არის ქართული ანუ ზოგადად მიკითხა საქართველოს საყვარელი ბრენდებია და ცოტა მიკერძოებული ვარ ალბათ მაგრამ ნუ არის რა ანუ სასიამოვნო სამუშაო არის ანუ როგორაცა იყო ესე რომ აი მან თქონდა ხოლმე ისეთი და ჯესტი ძალიან ისეთი ჩვენი საერთო ის არის რა ანუ იუმორიც რაღაც მაგრენთან საერთო გვაქვს ანუ ძალიან ისეთი თავიდანვე მარტივი და სასიამოვნო სამუშაო იყო რა. თავიდან მქონდა აი ერთი კამპანია იყო რომელსაც მე არ ვიყავი ჩართული მე დროს მქონდა სულ თავიდან launch კამპანია ჩვენ მაშინ social media-ს ვაკეთებდით და მე უკვე მესამე კემპეინი არის უკვე ეს და თავიდან იყო თუ გახსოვს ის ბევრი ფექშოთი რო იყო ძალიან ეგ მქონდა პირველი ის ანუ ეგ იყო რომ მოლეთ როგორაც მქონდა იცი რომ როგორც ფარდა მაღწერა ეხლა რა საკმაოდ ჩამოყალიბა თვითონ ბრენდის ის რა ანუ თავიდან იყო ის რომ ლუდის ინდუსტრიაში რომ გელაპარაკებიან ძალიან high value-ებზე და რაღაცა ანუ აი რაღაცა სვია რაღაცა ამბავი ხო და ეგ იყო თავიდან ხო რა ანუ აი მაგას და მაგითო გავაკეთე ეგეთი რაღაცა რომ თუ ვიზახთ რომ სხვები მაგას აკეთებენ და მაგას დიდად value არ აქვს იდეა ქონდა რომ მოდი კონდეს 30 ფექშოთი რა და ყველაფერი თქვა ეგეთი იყო და ეგრე გავაკეთეთ რომ იყო ძალიან ბევრი ფექშოთი იყო რა იწყებოდა რაღაცა და აი ყველაფერი თქვა მოდი თუ რა მნიშვნელობა აქვს რა რატო არ შეგვიძლია ჩვენ თქვა იგივე თუ რაღაც ეგეთი რა და მაგითი ეგრე ის რომ ხდებოდა რომ არაფერს არ ავობთ ანუ რაღაცა ეგეთი ის ხონდა რა ფარნამაც ახსენა ეგეც მნიშვნელოვანი იყო კიდე ძალიან რომ ყოველ წელს თითქოს და ჩელენჯია ხოლმე რომ აი სხვებზე რომ მაგას აკეთებ რომ აბა მე ანუ შენ რა უნდა ქნა მე გაისად რა ძალიან რთულია ხოლმე და მაგიტო სულ მგონია რომ აი ეხა ჩვენ თავს რაღაცა სატოკე ჩაურწყით და მე გაისად რა უნდა ვქნათ რა ანუ მაგ კემპეინის მე ეგ იყო ნუ სხვაშიც მე ვიტყოდი რომ ცოტა ეგრე ვაკეთებ ხოლმე რომ ერთმანეთთან ხოლმე პინგ-პონგი რა ანუ მაგითი რომ კრეატივი ქონდა მაგას 30 ფექშოთი მე partners უნდა ბრიფი მოიფიქრებინა, აბა ეხლა რა გავაკეთოთ რა, მე ხარ ბრიფი მოიფიქრე, მე ვაუ, ოკეი, აბა ეხლა მაგაზე ვაკეთოთ და ცოტა ეგრე მიდის ხოლმე back and forward. და სხვაშიც ძალიან ისეთი
წინა ბრიფითაც რომელიც ქონდა იმ მაგაზე რა, აი live coach-ებზე და აი ეგ ყველაფერი ჩაჭერა რა, ანუ რაც იყო, საკმაოდ იმპრესდ ვიყავი მაგეთის რა, იმიტომ რომ რაღაც ესეთი რთული challenge-ი არის რა, ანუ ყველაფერზე იღება და აბა ეხა რა ხდება რა და უკვე ტერიტორიის შესვლა და გადატანა უკვე სხვა იმაში, არალუდის ინდუსტრიიდან სხვაზე გადაშვიდა, ცოტა გაგუგურდა ცოტი, ოკეი, რაღაცა და საკმაოდ საინტერესო იყო რა, ანუ საკმაოდ ისეთი გაგვიხსნა მოკლედ რაღაცა ახალი მიმართულებები საერთოდ მე ფიქრი დავიწყეთ რა. მაგის მერე კიდე გქონდა რომ მეთქი აბა ეხა რა ხდება, ანუ რაღაც გავაკეთებთ. და ცოტათი ეგ მიყვარს ხოლმე რომ რაღაცა ეხაც წლელი რომ დაიწყო, შევხვდით უბრალოდ რაღაცა იმაში. ყავად დავდავლიეთ, შევაჭამეთ წინა წელი, ნუ წინა წელს ეგ გქონდა იცი რომ რაღაც ლუდს ველოდებოდი. ლუდის აღარ წავდილით რა, ანუ ეგრე ვერ ვქო. წინა წელს გქონდა უფრო კონტენტები, წინა წელს დიდი გამბანი არ მქონია, უფრო კონტენტი გქონდა ხოლმე რა და ეგ ყველაფერი შევაჭამეთ, თან როგორც იცი, ძალიან გვიყვარს ხოლმე შედეგების ნახვაც და გაზიარება ერთმანეთთან რა, ანუ თითქოს და ეს არის ხოლმე. რაღაც ექსაიტ უაბა რა მოხდა რა, რაღაც ეგეთი რომ მაგას რა მოყვა და კლევის შედეგებს უზიარებთ ხოლმე რომ ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის რაღაც ბიზნეს ამოცანამდე და როგორ შევასრულეთ ბიზნეს ამოცანა და თუნდაც გაყიდვების და ასე შემდეგ რა, ანუ შეიძლება ძალიან სიღრმეებში არა, მაგრამ მაინც რომ ანუ ყველა კამპანია მაგისტრის კეთდება ხო და ანუ უზიარებთ რომ რაღაც ფიდბექიც მიიღოს და აბა ერთად მოვიფიქროთ თქვა შემდეგ წელს კი ეგ ძალიან საინტერესოა მე და თალკე შევეხოთ მაგებს კლუბის ნაწილზე შეფასებას. ხო და აი მოლედი იყო რა წელს შევხვდით რა, ანუ წინა წელი შევაფასეთ და რა შევაჭამეთ რაღაცებებს ვისწავლეთ, ანუ რამ გაასწორა, რამ არ გაასწორა და ეგ მიდგომა ხოლმე რომ აბა რა გაასწორებს რა, ანუ და მე რომ ნახოთ უთხოვნე რომ აი ამან გაასწორა, ამან არ გაასწორა და მაგის მიხედვით რაღაცებს ვსწავლობთ რა. და წელს შევხვდით, ანუ თავიდანვე ეს ბრიფი რაც ახლა იყო, ცოტა უკვე ეკითხებოდა შენლაპარაკებში რა, რომ ცოტა აქეთკენ რომ მივდიოდით რა, ანუ მეტნაკლებად გასაგები იყო ტერიტორია და მე ხო ბრიფსაც ანუ მაგით ველოდებოდი რომ აი საერთკენ წავიდე და ეხა ეს იტერაცია რა. მაგრამ ხო საკმაოდ ისეთი იყო, საინტერესო იყო, ეგეც თან მოცემულობაში ჰქონდა აგრეთვე ისიც რომ content heavy campaign გვინდოდა რა, ანუ არ გვინდა რაღაცა ერთი ასო თქვით და ეგ იყო ჩვენი სუფთა პრაგმატული მიზეზების გამოს აგრეთვე რა. და მოლეთ ხო საკმაოდ ისეთი ის იყო, challenge იყო, საკმაოდ ისეთი წლევანდელი ბრიფიც და ნუ challenge-ები ასწორებს რა, კარგია ხოლმე ძალიან. სხვანაირად არ გამოდის. მე იცი რა მაინტერესებს პროცესში რამდენად ყოფილა ეგეთ შემთხვევა, რომ აი ცოტა ისეთი ბრენდია, რომ თამამი რაღაც გუწფელად აფიქსირებს თავის აზრს, ანუ თქვენ შორის რამე ხوار ყოფილა, რომ მაგათი არა ეს რაღაც too much არის და მოდი არ გვინდა და მოდი აი ბრენდის ხრიდან რამდენად მარტივია ხოლმე რაღაცა ისეთი ცოტა გიჟური იდეების გატანა. ხო, აი მან გონი დასინქრონებულები ვართ რა, ანუ რაღაცებზე არის ხოლმე ფარანსული, ხოლმე ფარნა ნახე, აი ეს მოგწონს ჩვენ რა და ეს ცოტა მეშინია ხო და ფარნას არა და ფარნას მოწონს ხოლმე და მაგრამ მოვაკეთებთ ხოლმე მიხარიეთ რა. კი, ანუ აი რა ფილტრია რა, რითაც რომ აი ჩვენი მსმენელისთვისაც იყოს ეგ საინტერესო, რომ აი ხანდახან ხშირად არის ჩვენს ინდუსტრიაში რომ დამკვეთის მხარეზე წუწუნებენ რომ აი რა იდეა დამიბრაკეს, რა იდეა ვერ გავიტანეთ, რა ანუ სააგენტოს მხარესაც არის ხოლმე ეგეთი რაღაცები რა. არის, ანუ ეგ რაღაც კუთხით სტრატეგიის ნაწილიც არის რა, ანუ და გარკვეულწილად მოთხოვნაც არის ხო, ანუ ბრიფში მაგასაც ვითხოვთ, რომ რაღაც ანუ თამამებიც ვიყოთ რა, იმიტომ რომ თუ რაღაც ესეთ სანახევროდ ნათქვამი მით უმეტეს ბრენდისგან, რომელსაც ისე რა უსმენს მომხმარებელი, ხო, ანუ სინამდვილეში ხო არ არის ისე დაინტერესებული, როგორც ჩვენ გონია, რომ ვინც ვიხარშებით ახლა ამ სფეროში, ხო, აი არ აინტერესებს ესე ძალიან რა და კიდე თუ სანახევროდ უთხარი და რაღაცა ისში ან უნდა თქვა პირდაპირ და გასაგებად და სწორად და კაფიოდ ხანდახან შეიძლება მან ესეთი არა დახვეწილი და დავარცხნილი სიტყვებიც იხმარო, შეიძლება ცოტა ესეთიც იყოს, მაგრამ ეგ არის სწორი რა, მაგას უფრო იმიტომ რომ აი რაღაცა შეელამაზებული რაღაცა კოფებით და იმით რომელიც ყველა თითქოს ერთმანეთს ემსგავსება, ანუ ჩვენც ბევრი გკეთებია ეგეთი და ეხაც ვაკეთებთ რა, სხვისკენ რო გავიშვიროთ ხელი უბრალოდ, ანუ აქ გვაძლევს ხო ბრენდის საშუალებას, რომ აი ეს ტიპი არის ჩვენ განზრახ, ანუ შევქმნით ეგეთი, რომ პირდაპირ ილაპარაკოს, რაც უნდა თქვას რა. შესაბამისად ეგ არის. თუმცა ხო არის მე რაღაც ნუ კრეატივს არ აქვს ზაზღვრები და ხო რაღაც მაინც გადავჩეკოთ რეზოლეკავს ხოლმე, რომ აი რაღაცა და ნუ ძირითადად რავი ხო რაღაც ესეთი არ დაგვიბლოკავს რა. არა ხო მეც გულისხმობები არ მაქვს. ხო. აი თან როგორ ის არის, რომ აი
ჩვენს გვაქვს ფილტრი ვახსენე რა, ფილტრი გვაქვს ხოლმე ეგეთი რომ რახან ბრენდს გადიცნობ, აი მოლეთ მე ზოგადად მჯერა ხოლმე ძალიან კლიენტის ხარის და სააგენტოს ხარის გზელოდენი ურთიერთობების რა, ანუ რომ ისინი ქრებით მე სინქრონში რო ხართ. უფრო მარტივად გესმით ერთმანეთის რა, ანუ მართლა ხა ბრიფებზე და იმებზე მართლა საკმაოდ დასინქრონებული ვარ გონი, იმიტომ რომ ძალიან ანუ ფილტრი გვაქვს ხოლმე ეგეთი რომ აი კაიაკური არის თუ არ არის, ეგეთი ფილტრი გვაქვს ხოლმე შიდა ფიქრისასაც რა, ანუ შეიძლება რაღაც ძალიან კარგი იდეა იყოს, რომ არ იყოს კაიაკური, ესე ვთქვათ რა, ანუ აი შეიძლება ის ძალიან მომეწონებოდა ეხლა ეგ, მაგრამ აი ამ ბრენდის არ არის რა. აი თვითონ ბრეინსტორმინგსაც გვაქვს ხოლმე ეგ ფილტრი ძალიან გამჭდარი და ძალიან გასაგები, ფარტანსაც ეგ ფილტრი აქვს ხოლმე რომ აი ნახე ეს გონი აი კი ცოტა სხვანაირად იყო და ამას რა, ანუ ეგ არის ხოლმე ძირითადი ფილტრი რა, რომელიც ძალიან ესეთი აი ეგრე გამომუშავდება რა წლები რომ მუშაობ, მე ბრენდს გააც რომ იცნობ და თან აი ესეთი ბრენდი არის რომ ძალიან ესეთი მკვეთრი და დამახასიათებელი რაღაც ის აქვს რა. Identity ანუ არის ესეთი რთული გასაგები არის რა არის გაიგური რა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. რეზო ერთი კითხვა გამიჩნდა ამასობაში. აი თქვენი თითოეული პოსტი სოციალ-მედიაში არის რაღაც იუმორი ესე ვთქვათ, რაღაც ან სარკაზმული ან ასე შემდეგ. საინტერესოა როგორ იქნება ეს კონტენტი რა, ანუ ბექში სააგენტოში მაგალითად რამოდენი ადამიანი ბრეინსტორმინგობს ამაზე, თუ სიტყვაზე არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც თვითონ აგენერირებს ამას, თუ აი რა პროცესი ანუ ეხა, თუ ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ხოლმე პროდაქშენ კამპანიებზე, ვიდეო კამპანიებზე და მაგ პროცესზე ყოველთვის ყვებიან, რომ აი რაღაცა კრეატივ გუნდი, ბრეინსტორმინგეთ, ერთად ვისხედით, მაგრამ აი დიჯიტალზე ნაკლებად ვქონია ხოლმე შეკითხვა დამისვია და საინტერესოა აი უშუალოდ კაიაკის კონტენტი, რასაც პოსტები თქვათ რა, აი ვინ ქმნის ამას, როგორ თიმი მუშაობს, ბრეინსტორმინგობთ, რაღაც სპეციალური სხვა განსხვავებული მიდგომა გაქვთ თუ ასე შემდეგ. ყავს ხოლმე, ანუ რაღაც იტერაციებად დამატებები, დათო იყო მაგალითად ჩართული შარშან საკმაოდ აქტიურად ჩვენი კოპირაიტერი ნაკაშიძე, პრივეტეთო. ისე თვითონ იმაზე ხშირად ჩვენ თვითონაც ვართ ხოლმე ჩართულები, ანუ ერთი ჩვენი სააგენტოს ესეთი მიზანი რაც იყო ის რომ ყოფილიყავი ჩართული ყველაფერში მე თვითონაც რა და მეც და აჩი ანუ მეც და აჩიც რომ ყოფილიყავი ძალიან ესე რა, ანუ hands on ჩართულები რაღაცეებზე. და როგორ ხდება ხოლმე ისე რომ აი დიდი სააგენტოს მინუსი მგონი ეგ არის ხოლმე რა, ანუ რედბერი შეიძლება ძალიან რო გავიზარდეთ, ანუ ეგეთი ის ქონდა რომ მგონია რომ რაღაცა რა, ანუ ვერ უთმობდი საკმარის ყურადღებას ბრენდებს. ეგეთი შევჭირება მრჩებოდა ყოველ შემთხვევაში მე რა. ამ შემთხვევაში ის რომ პოსტების კი ჩვენი ფილტრით გადის და ხან ჩვენთან ვივონებთ ხოლმე ეგ ძალიან სიამოვნებს. ცოტა უფრო რთულია ხოლმე ხან ყველაფერი საკონტროლო და ყველაფერზე ის კონდეს, მაგრამ რავი რა, ანუ კრეატივ დაირექტორის job description-ი რაც არის, მე მგონი ცოტა ეგრე კეთდება ხოლმე, ან კონტროლი უნდა კონდეს, მანდ რა ხდება და როგორ ხდება რა. და თვითონ ხო რავი, ეგრე გვაქვს ხოლმე, რომ გვაქვს ხოლმე რაღაც, აი სუფთა პროცესი რო გითხრა რა, ანუ გვაქვს ხოლმე milestone-ები, მას ვიცით ჩვენს აქტუალური არის. რომ აი ეს milestone-ები არის, რაც ვიცით რომ ჩვენი თემები არის რა. ზოგადად კაიაკის თემა ოდითგანვე იყო ხოლმე აქტუალურობა რა, ანუ აი ეს რაც აქტუალურია, ეს GCS ვლაპარაკობთ ხოლმე საუბარში, მაგ თემებს რო გამოეხმაუროთ რა. ვიცით ხოლმე ეგეთი თემები რეაბიაციასარ და მაგრამ გვაქვს ხოლმე ეგეთი ისინი რა, ამაზე კაიგი რა სიტყვა, ცოტა ეგრეთ მიდგომა გვაქვს ხოლმე რა. გავიგე. ხო, იმიტომ რომ მე ჩვენთანაც არც ხან სტუდენტებთან ვისთანაც მქონია შეხება, ყოველთვის ერთ-ერთი ბრენდია ხოლმე, რომელსაც გამორჩეულ კონტენტში შეგვხვდება ხოლმე რა და მეც ხშირად მომიყვანია მაგალითად კაიაკის კომუნიკაცია, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული არის და ბევრი ბრენდი არ არის სამწუხაროდ, რომელიც რაღაცა გამოირჩევა კომუნიკაციის რა ქვია, სიხალისით. ფარნა, შენთან მაქვს ესეთი შეკითხვა, ზოგადად მაინტერესებს ინდუსტრიის ჭრილში როგორია პროდუქტის მარკეტინგი რა. ერთი არის ხა ეს შენ ბევრი ბრენდი ყავს პორტფელში რა და ყველა ბრენდს თავისებური კომუნიკაცია აქვს და საბოლოო ჯამში ახსენე რომ სეილზე დადის ყველაფერი და რას ნიშნავს ზოგადად პროდუქტის მარკეტინგი თქვენს ინდუსტრიაში და მაინც ყველაფერი სეილზე დადის საბოლოო ჯამში. არა პროდუქტის მარკეტინგის. ამიტომაც ხო აქ ალბათ განსხვავება ის არის რომ პროდუქტის /რაღაც ამ FMCG სექტორში ის არის რომ მუდმივად ჭირდება პერმანენტულად მომხმარებელს შეხსენება და ჩვენება პროდუქტის. თუნდაც შეიძლება რაღაც არ იყოს რაღაცა თქვა და ძალიან დასამახსოვრებელი რა, თუნდაც ძალიან კრეატიულის რო არ იყოს, თვითონ აი პროდუქტის ჩვენება არის მნიშვნელოვანი რა. ანუ შენ რო გქონდეს რაღაცა ზე კრეატიული რაღაც იდეა და რეკლამაც ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება და ბოლოს დამთავრდეს ბექშოტით, შენი ბოლოს შემოვიდეს ბექშოტი
დღეს უკვე ეს აღარ მუშაობს, იმიტომ რომ თუ დასაწყისიდანვე არაჩვენე პროდუქტი პირველივე წამებიდან, სადღაც 29 წამზე უკვე ჩათვალე რომ 90% აღარ უყურებს, ხო? რაღაც ეს კლასიკური რაღაც ვიდეო ესენი სატელევიზიო რეკლამები, რაც ადრე იყო, ეხლა აღარ არის რა და უკვე მნიშვნელოვანია რომ პროდუქტი თავიდანვე ჩანდეს, პროდუქტის მოხმარება ჩანდეს. რომ აი რა occasion-ს აჩვენებ შენ, რა occasion-ში წარმოგიდგენია შენი ბრენდი რომ უნდა მოიხმარებოდეს, ის უნდა აჩვენო. და დასაწყისიდანვე უნდა ხდებოდეს ეს სამყარო რა, კაფიოთ და გასაგებად, თორე ეგ არის ალბათ ერთი განმასხვავებელი თქვა სხვა ტიპის აი რაღაცა თქვა digital service-ების ან რაღაცა ბანკების ან რაღაცა ხო იქ რომელიც ხელშესახები პროდუქტი არ არის იქ მაგას ფიზიკურად ვერ აჩვენებთ. აქ მნიშვნელოვანია რომ დაინახოს და იმიტომ რომ ის რასაც ხედავს რომ საბოლოო ჯამში თაროსთან რო დადგება და გადაწყვეტილება რო უნდა მიიღოს რომ რა ბრენდი უნდა რა ლუდი უნდა დალიოს იმას თავში უნდა დაუტრიალდეს შენი ბრენდი. ოღონდ ვიზუალურადაც არა ის რაღაცა გამიგია. ზუსტად ის. ხო. და ვინ არის კაიაკის მომხმარებელი? კაიაკის მომხმარებელი საკმაოდ ფართო აუდიტორია სინამდვილეში რაღაც ესეც არის ხოლმე რომ როცა თქვათ ლუდის რო ავიღოთ ხო ლუდის ინდუსტრიაც ხო არ არის ნიშური. შეიძლება იყოს თქვათ რაღაც ფასის გამო მაგალითად ან კონკრეტულად რაღაც გემოვნური თვისებების ან taste profile-ით ვაკ ისეთ რომ ძალიან ცოტა სვამს ან რაღაც ძალიან ძვირი არის, ძალიან ცოტა პატარა აუდიტორია მოიხმარს. დანარჩენ შემთხვევაში მოხმარება აი კვლევებსაც ვაკეთებთ და იქ ხო ზომავთ და უყურებთ საკმაოდ დიდი არის რაღაცა 18-დან 60 წლამდე 80% მანდ ტრიალებს, ანუ საკმაოდ ისეთი ეს არის. საკობრივი ჯგუფებიც და გენდერულადაც, ანუ არა ესეთი არ არის. უბრალოდ მანდ არის ორი რაღაცა, ეს არის რეალური მომხმარებლები, რომ ანუ მართლაც ფართო არის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ აქ ყავს ასე თქვა aspirational targets ვეძახით, რომელიც გვინდა რომ ჩვენ ვაჩვენოთ რეკლამაში. რომელიც უფრო წარმოგვიდგენია რომ ბრენდის ხასიათთან რომელიც უფრო ყველაზე მეტად ახლოს არის რა მაგალითად მაინც უფრო ახალგაზრდული არის ბრენდი შესაბამისად ვცდილობთ რომ ესე დავიცვათ. ხო. თუმცა ეს ანიშნავს რომ მხოლოდ რაღაცა 18-დან 25 წლამდე სვამენ არა. ეგრე არა. ხო, იმიტომ რომ ანუ აუდიტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგული კომუნიკაციის ნაწილში. ხა მე სიტყვაზე რომ წარმოვიდგენ იმ კომუნიკაციას, ზუსტად ეგ აუდიტორია მახსენდება ალბათ, ვისაც შეიძლება თუნდაც იმ ხმრობაზე ეცინებოდეს, მოწონდეს, აზიარებდეს, რაღაცა უფრო ეგ აუდიტორია ჩვენ bubbles ვიტყოდი ესე რომ თქვა რა, რაღაცა რომელიც кайფობს ეგეთი რაღაც კომუნიკაციით რა, მაგრამ თუ არის მაგალითად ისეთ რომ შეიძლება ისეთი სეგმენტს დაუმიზნოთ, რომელიც არის შეიძლება Facebook-ის მომხმარებელი პირობითად ანუ რამდენად გასულ ხართ ეგეთ აუდიტორიაზე მსგავსი ტიპის კომუნიკაციით ან თუ ქონიათ მსგავს გამოცდილება რაღაცა ისეთ აუდიტორიაზე გახვიდეთ ახალზე რომელიც კაიაკის მთავარი სტრატეგიულად მთავარი აუდიტორია არ არის აი მეორად იმას ვეძახიან აუდიტორიას ასე რომ ვთქვათ ანუ კაიაკის შემთხვევაში თუ არის ეგ რამე განიშური გამოკვეთილი რომელიც აი რაღაც 2-3 წელიწადში აპირებთ რომ მაგ სეგმენტსაც მიწოდეთ რაღაცნაირად თქვენი ვიდეოებით, კომუნიკაციებით და ასე შემდეგ. ჯეროდ ფარანტულას და მე იცი რა არის, ანუ მანდაც აი წინა კითხვაზე რა ვთქვი, იმას გავაგრძელებ უფრო რომ ანუ პრინციპში ანუ ჩვენ აი advertising-ში საბოლოო ჯამში ანუ კონტენტი რომ მივაწყდოთ ასე ვთქვათ აუდიტორიას მანდ უკვე არ ვსხუდავთ, არა გვაქვს ვიწრო შესხუდა. შესაბამისად ანუ ვაწყდით საკმაოდ ფართო აუდიტორიას. და შესაბამისად თუ მოწონს და ან ინტერაქციაში შემოდის ან საბოლოო ჯამში მოწონს საზგეუბნი ხო არა კომენტარები გამახსენდა ხოლმე რაღაცებს რო გვიწერენ ხოლმე რაღაც გავსი მოძვე თქვენ ასე წევით მარკეტინგის გუნდი რა ხო ასე შემდეგ გაუჩით სახში მარკეტინგის გუნდი და ჩვენ არ გვიწერენ ცოტა რაღაცებს მგონი რასაც წევით ცოტა ესეთი ანუ კომპლიმენტის სახით გაწევით ანუ არ ვსხუდავთ რა იმის თქმა მინდა რომ რაღაც ისეთ ეხა თუ სწორად გავიგე რომ ეხლა ვართ თქვა კონცენტრირებულად რაღაცა თქვა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ან კონკრეტული ბაბლი როგორც თქვით ამ მხოლოდ მას მივაწოდოთ ეგრე არ არის
ფართო აუდიტორიაზე გავდივართ, შესაბამისად რაღაც რო ვთქვათ, მერე გადავიდეთ სხვაზე, არ არის, უკვე ესე ვართ, იმიტომ რომ ჩვენი აზრით, ჯერ ერთი რო უყურებთ, რომ მომხმარებლები არიან ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. ხო. და ეს რაღაც კუთხით იმასაც ნიშნავს, რომ ესე იგი შენი ბრენდი და შენი პროდუქტი აინტერესებს მას. და აქამდეც რაღაცა მოწონებია, გაუგია და ლოგიკურია, რომ ანუ რეკლამაც უნდა მიწდეს მას რა. აქვე კითხავ ეგეთი ის აზრი მომივიდა ხა რომ ხშირად შემხოდრია ხოლმე და მაინტერესებს რამდენად ახასიათებს ამ ბიზნესს რა შეიძლება დავარქვა ხა მობეზრება პროდუქტი ის არ ვიცი პირობითად ვიძახი ოღონდ რა ჭრილში რომ შემხოდრია ხოლმე რაღაც აი ბრენდი უშვებს რაღაც განსხვავებულ რაღაც ეტიკეტით გამოდის ხო დამატებითი შეზღუდული დროით ან რაღაცა შეზღუდული რაოდენობის და რაღაც აი რატო აკეთებს რატო ხდება ხოლმე საჭირო ამ ინდუსტრიაში სიტყვაზე ეგეთი სიახლეების გამოტანა ესე ხშირად გაყიდვების გასაცრდელი უბრალოდ და გაიზარდა. კი. უნებრივია, ანუ მობეზრება არ იცის. მან უფრო გააჩნია მაინც საბოლოო ჯამში რა პერიოდი უდგას ბრენდს რა. შეიძლება ბრენდი თქვათ კლებაში იყოს და მაშინ გადაწყვეტა გუნდმა რომ თქვათ რაღაც ექსტენშენი გაკეთეს. ან უბრალოდ რაღაცა თქვათ ბაზარზე გახდა რაღაც გაჩნდა მოთხოვნა პირობითად თქვათ თუ არის რაღაც სტანდარტული ლაგერი ხო რაღაცა უფრო თქვათ ან უფრო რაღაცა ლაითი ლუდის ან რაღაცა თქვათ ხორბლის ან გაუფილტრავის ან ასე შემდეგ ანუ რაღაც უკვე გემოვნური taste profile-ით შემოდის რომ შენ ბრენდი გაქვს მაგრამ პროდუქტმა არ შეგზღუდოს და ეს პროდუქტის თქვათ უფრო ხელმისაწვდომიც და მოსაწონიც იყოს უკვე სხვადასხვა მოთხოვნებისადმი უფრო ეგ არის ხოლმე რა და limited edition-ებიც იმიტომ არის ხოლმე რომ თქვათ ერთი უფრო შეიძლება ტესტავენ რომ თქვათ როგორი მუშაობს თუ არ მუშაობს და თან ესეც გარკვეულწილად ხრიკი არის რომ იცოდეთ რომ limited edition-ი რომ რაღაცა თქვათ შემოსაზღვრული დროით რომ ვითომ რა მოასწარი ყიდვა ხო გაყიდნენ ლუდის კარ ნუ ნებისმიერი რამე პრინციპში ძალიან საინტერესო სეგმენტები გიორგი ორს ხოს რა ანუ მაგაზე რა მგონი იცი რომ აი გეთანხმები core სეგმენტი ესე რაღაც შუაგულში ჩვენ ვართ ძირითადად რა ანუ აი ბაბუსაც ვეძახით ხოლმე ეგ არის ხოლმე აი შუაგულში ეგ წარმომიდგენია თუმცა და მიტყოდი რომ კაი ის ეს ლაინიაც არის რა რომ აი no bullshit ლუდი რო არის და ზოგადად აი ეგ საყოველთაო მგონია მაინც რა ის რო რაღაცა მარკეტინგი როგორც მუშაობს ფრანსს ლაპარაკობდა ეგ მგონია რომ ყველასთვის გასაგებია მეტნაკლებად რა ანუ ის რო რაღაცა ანუ რეკლამა რო ესე მუშაობს და რაღაცებს რო გეუნები და მაგას ხაპირებ რო გეუნები მე მაგის მაგივრად რა მგონია უნივერსალური არის მეტნაკლებად და აი მაგის ის დამიხარია ხოლმე ძალიან ეცეო ერთი რო мама ჩემს და ჩემს მეგობრებს მომწონთ ხოლმე და ცოტათი ანუ რაღაცა მამაჩს კაი იუმორია მაგას ზოგადად ეხლა მამის არის რა ზოგადად რომ ხედავ ხოლმე რომ ეგ იუმორი რომელიც რაღაცა ძალიან ესეთი ანუ ყოველს რაღაც სხვადასხვა ასაკებში ანუ იგივე აცინებს და იგივე მიმშვება და ამუღამებენ ეგრევე რაზე არის საუბარი რა ეგ მგონია ძალიან კარგი არის და ზოგადად ნიშნავს ცოტათი ესეთი ანუ ძალიან ვიწრო აუდიტორიაზე რო იყო მხოლოდ ეგ არ იქნებოდა მაინც კარგი რა. მაგალითად წინა კამპანიაცაც ჰქონდა ნუ იმაშვები რო იყო რა. ანუ ეგეც გონი უნივერსალური ინსაიტი იყო რა და აი ძალიან უყურს ხომაცა ხვდება მე ქალაქში რა. ანუ აი ჯიმში შეხვდა ერთხელ რომ იგივე აი ციტატებს ეუნეოდნენ მაგიმიდან რა. ანუ რეკლამიდან ერთმანეთს შეგულენებისთვის და რაღაც ხაი. ეგეთაც ძალიან ასწორებს ხოლმე რა. და გონი core segment-ი მაინც core segment-ი არის და მაინც რაღაცა ის არის რა. ანუ გონია რომ ისეთია რა. თუ კაი კომუნიკაცია არის და story insight-ზე მგონია რომ ისეთი. ხო. მეტნაკლებად მაინც უნივერსალური არის რა. მგონია ჩანს კიდევაც იმაში რა, ანუ მომხარებლის კვლევაში სწორი მეტნაკლებად იკითხება ეგ რა. რომ მარტო რაღაცა იმაზე არ არის რაღაც. მილენიალებზე ან რაღაცა ეგეთი. ოკეი. რეზო მე მაინტერესებს ეხლა რა კამპანიაც გაკეთდა რამოდენიმე ვიდეო შემხვდა და მე ერთ-ერთი რომელიც დავამახსოვრდა იყო ასევე blind tasting-ის საინტერესოა ეგ პროცესი რომ მოგვიყვე როგორ დაიგეგმა რატო გადაწყვეტ ნუ ეგეც იგივე ამბავია მაგრამ ნუ დეტალები საინტერესო არის მოლე თავი ნახავი ქონდა რაღაც რა ანუ ნაღდი უნდა იყოს გულწრფელი უნდა იყოს და
მაგაზე აგრეთვე ხო ბრიფშის თანთიც იყო ნახსენები ერთიანო იყო რა კიდე რამაც ინსპირაცია იყო მაგ ყველაფრის რა გარდა მაგის როგორ თემა არის ეს მაგაზე ვფიქრობთ რომ აი ხა მოდი ზოგადად რაღაცა რა აი გულწრფელი როგორ უნდა იყოს და ამბები რა ანუ მოლეთ რეგზე მიდის თუ არა კამერა ეგრევე რაღაცა იცვლება რა ანუ ადამიანს თუ რა უთხრა შენი აზრი მითხარ მართლა მითხარ შენი აზრი რა რა რეგზე კამერა წავა თუ არა ცოტა იცვლება რა ცოტა შეგილამაზებს ცოტა რაღაცა იმას იზოს რა და აი გვინდა რომ ეგ გამოგვერიცხა რა მაქსიმალურად ანუ იდეა ჟერდა ეგრე ანუ რომ მოდი აი კამერა არ გავტიშო და ნახოთ რა მოხდება რა ანუ გავაკეთოთ ყველაზე ერთი fake რაღაცაც არის ხოლმე ზოგადად აი blind test-ები რომელიც დამკვიდრებული ფორმატი არის ზოგადად ინდუსტრიაში არა მხოლოდ ლუდის არამედ რაღაცა ღვინის და სხვაგან და ის რომ აი magically რო ყველა შენი ლუდი რომ მოწონს რა ანუ აი გვინდა და გავაკეთებინა რომ რაღაცა რა უცბად აი ნახე ყველას ეს მოეწონა მართლა რა და აი მან კამერის მიღმა რაც ხდება ხოლმე ეგეც გვინდა გვეჩვენებინა რა ანუ მან რო ხდებოდა ეს თვითონ ფიქრება ცოტა ისეთი იყო უცნაური იყო მაგ ყველაფრის რა მაგას პირველ ლაპარაკი ძალიან უცნაური იყო და მგონია რომ თავი ჩელენჯი რა იყო ეს რომ ეგეთ რაღაცა იყებ ანუ მართლა სტანთი როცა არის როცა აი სცენარი არ გვაქვს რა ანუ თავიდან რაღაცა სცენარი კი გქონდა მონახაზი ალბათ ესეთი იქნება რა თუმცა ეს ადამიანები ეგ რას იტყოდნენ რა რეაქციები ექნებოდათ რეჟისორის გოგიჩა ვინწოდა იმპროვიზაცია უწევდა ძალიან ბევრი სიქვე რაღაცა ანუ იქაც რაღაცა მონახაზები ქონდა რა მაილსტოუნები რომ ამაზე უნდა გავიაროთ თუმცა იქ ვის რას ეტყვის რა გამოვა საბოლოოდ ეგ რო არის ძალიან ჩელენჯი არის ეგ რა ანუ საკმაოდ კომფორტ ზონიდან გამოსვლა არის ნუ სცენაროდ იღებ რაღაცას რა მან მგონია რომ ერთმანეთს რო არ ვიცნობდით და ეს პირველი შეხედვა ყოფილიყო ჩვენი მაგაზე მგონია რომ გაცრებთ რთულად წავიდოდით ორივე მხარე რა ალბათ ცოტა კი ანუ ჩვენ ძალიან გაგუჭირდებოდა ანუ რო არ ვინდობოდეთ ბოლომდე ანუ რაღაცა გუნდს რომ მოდი კი გავიცოთ ხა და ვნახოთ რა გამოვა თუ რაღაცა ეგეთი რა მორეთ ეგ იყო საკმაოდ რთული სეტზე ჩვენს ვთამაშობდით იმიტომ რომ მართლა კატს რო ყვიროდით რა უნდა მართლა შეცვლილი იყო რაღაცები და ეგ გუნდი რაღაცა 30 კაციანი ყველა იყო როგორც ის სიარულს იწყებდნენ კამერიდან გადიოდნენ იქითკენ ოპერატორი პიპა გადიოდა და ვითომ სხვა რამეს აკეთებდა რაღაცა ჩვენს ლაპარაკს ვიწყებდით სკროლავდით რაღაცა ხა ეხლებოდა რომ თავარია აი მოკლედ იდეა მაქსანტის გარდა იმისა მანდაც ხდება რომ მოდი კონკურენცია და ამაზე თუ ხარ კარგი არის რა გარდა მაგისა კიდე ეგეც ხონდა რომ მოდი ხარს მე იტყვიან მეიკაპს რო უკეთებდით რა ანუ ან რაღაც პაუზები რო იყო რა გადაწყობა არის აი მანდაც იტყვიან ეგენი იყოს ანუ რეკლამები კიდე ჩვენი რა ეგეთი იდეა ხონდა და აი მანდაც არ ვიცოდი რა შეტყვიან აბსოლუტურად ანუ სეი არ ხონდა რა შეიძლება არავის არაფერი არ თქო მაინც კარგი და ეგეც იყო საშიშროება რა უბრალოდ დაგეგმილი ისე ხონდა რომ ეგ გამოგვერიც რა თქმა უნდა მაქსიმალურად რა და აი მანდაც ეგ ხდებოდა რომ სანამ მეიკაპს უკეთებდნენ და ისე მოგწონს კაი კი მოხდა და რა ვიღაც მეთქოს რომ აი კი დიახ ამ არამილევია ვიღაც ემათქვეს რომ ეს სტელა მომწონს აი ეგეთი რაღაცები იყო და ეგ ყველაფერი რეალურად ვაქციეთ მე რა მოგეთ საკმაოდ ისეთი ერთ-ერთი რთული კამპანია იყო ვიტყოდი ბოლო ხანებში რაც გამიკეთებია სუპერ ტექნიკურად იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონტენტი იყო თან მაგის გარდა სამონტაჟო იყო აი რაღაც ახსოვს ფარგანს ანუ საკმაოდ რთული იმიტომ რომ რა ედი შეიძლება გამოსულიყო როცა სცენარი არა გაქვს ერთი ნუ 20 ვარიანტი იყო როგორ შეიძლება გავვითარებინა იმდენი კონტენტი ქონდა რა ანუ მასალა ქონდა სხვა რაღაც აღურას ხელი რაოდენობის რა და როგორ შეიძლება ნარატივი გაგეტარებინა და აგეწყო ყველაფერი იყო ნუ ძალიან ბევრი სხვა ვარიანტი და მაგას კაი დიდი ხანი მომდით მოკლედ რომ ეგ დავსინქრონებულიყავი თავიდან სხვა ედი იყო სხვანაირი იყო ყველაფერი მე ერთხელ ნოლიდან დავიწყე და სხვანაირი გავაკეთეთ და აი მაგაში ცხოვრავი რა მე მგონია ამ პროცესში არ ჩავეჭიდებოდით ესეთ ცოტა რთულ პროცესზე ცოტა სხვა იდეას მოვიფიქრებდით რომ არა აი ეს რომ ახლა ერთმანეთს ვენდობით რა იმიტომ რომ თვითონ ისა აი სულ ადრე უფრო ეგეთ იდეებს არ უშინდებოდი ხოლმე რა ანუ რაღაცა მე არ ვიცი ინდუსტრიაზე ვაბარო შეიცვალა თუ რაღაც ეგეთი რა ანუ ბოლო ხანებში ნაკლებად ურისკავთ ხოლმე მგონია ჩვენც მათ შორის რა აი რაღაცა რო არის მართლა მოდი გავრისკავთ და მოდი სხვანაირი გავაკეთოთ აი ხან-ხანი ხო თავი არ აიტკიო ხო ხტები რა კიდე რომ რატო გაჩნდა ეგ ფილტრი აი მაგითო რა რთული არის რისკი არის ყოველთვის რა ანუ შეიძლება არ გამოგივიდეს ეთი ხტები და ძალიან რთულია შეიძლება არ გამოგივიდეს ეთი რა აი თავიდან როცა რაღაც აი რო გავიხსენე ხა ისეთი ჩემს საყვარელი კამპანიები რომელიც მიმუშავე ეს იყო ნუ ოლდაერში იყო ლიმსტონთან ერთად გავაკეთე ეგ სტანდი იყო თუ ასოს რაღაცები არის რო იხსნამები ეგეს რთული იყო და არ იყო მარტივ შეიძლება არ გამოსულიყო რაღაცეები რეაქცია არ უცებ რა იქნებოდა ხალხს ყველას კარგი რეაქცია ჰქონდა მე GVP იყო კიდე ეგეთ თუ ასოს ემუშებს რო ვიღებთ იმაში ეგრეთ პერიოდში გავაკეთეთ ეგ და მანდაც ეგეთი ის იყო რა ანუ როცა აი
ბრივზე პასუხად როცა მიგაკ მოდი რა ვქნათ იცი 30 ვიდეო გადავიღოთ რა ანუ ძალიან ისეთი არის რა იქით მხარეს რთული არის თუ რაღაცა არ წარმოუდგენთ ეგრე და თუ სხვანაირად რაღაცები ცვლილება შემთხვევით რთული არის იმიტომ რომ ამის დაგეგმა გაკეთება ხო ხდები ანუ დროც მეტი გინდა ბევრად და რისკის ბევრად მეტი არის რა მაშინ უბრალოდ ერთი ის იყო რომ ნუ მაშინ ვიყავი GBS ვიყავი 22-ის თუ რაღაცა ეგეთის და ნუ რაღაცა არ მეზარებოდა ხომ მე რეკავდნენ ხოლმე და ეხა წავედით რაღაც კლდანში წყალი არის გამწყარი და გადავიღამი 3 საათზე და რაღაც თხილებში ნავში ვიღებით ხოლმე და რაღაც ის იყო ნელ-ნელა მე მგონია რომ ცოტათი ისე რა ხო მე ძალიან გულწრფელ ვარყოფე ხან რაღაც მაგ იმას ვაგრძელებ რა ნუ ხან არის ხოლმე რომ ცოტა აი შეგიძლია რომ ნახე ერთი ედი გადაიღო და დაამთავროთ რა ნახე ოპ დამთავრდა ან წავედი აბა კარგად იყავი რა ხან უბრალოდ ხო ხან ეგ არის ხოლმე სწორედ ხან სწორედ ხოლმე რომ ამ შემთხვევაში გადავიღეთ რაღაც 20 თუ რაღაცა ეგეთი რა უფრო რთული იყო ბევრად უბრალოდ ანუ აქ ბრიფი ცოტა ეგეთი იყო და მაგას მოითხოვდა რა ანუ სწორედ პასუხი არ არსებობს მაგრამ უბრალოდ ჭირდებოდა საქმეს და იმიტომ ხო ნუ ეხლა სიტყვაში რო შეაჯამა ხო გვიყვარს ხოლმე ჩვენი გუნდი ვინც არის რაღაცა და მეც პირადად მიყვარს ხოლმე content heavy კამპანიები რა ანუ ცოტა ჩემი ის იყო ხოლმე ხან ზედმეტად მიყვარდა content heavy კამპანიები და მივხვდი რომ ეგ არის ხოლმე მაინც აუცილებელი რა აი GP შემთხვევაშიც იყო როგორც 30 ვიდეო არ გჭირდებოდა რა ანუ ზედმეტი იყო ანუ даже 50 იყო თორედ მახსოვს 30 კი არა სიამდვილეში რავი რა ანუ ეგეთი ქონა ხომ რომ ის story უნდა შეიკრას რა რაღაცა მოხდა რა აი story შეიკრა 5 ვიდეოზე რა ხო ანუ მაქსიმუმად ხო მისამეში 5 იყო რა მაგრამ ის story რო აი ხდება ის სრულიად საკმარისი იყო მაშინ გამოცდილებას მაკლავად ეგ იყო რა კიდე ანუ აგრეთვე და ხო მოგლეთ აი კითხვა რა იყო საერთოდ დაუწყე ხა შევედი გავიხსენე ყველაფერი არა აქვს მნიშვნელობა კითხვა ისე გავშალეთ ხო მოგლეთ ანუ ეგ არის რომ ამ ტიპის კამპანიას ჩელენჯი რა იყო და ის ხო ბევრი კონტენტი რა იყო რა ზოგადად ანუ ეს არის ბრიფის ისიც არის რა ანუ ძალიან ხშირად კამპანიას რო საუბრობთ ასოცირდება ხოლმე მასტერ ვიდეო და გამშვილი კონტენტი რა ეგ არის ხოლმე რაღაცა ისეთი ფორმულირება რა ამ ბრიფში არ იყო ეგრე ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ბრიფში მასტერ ვიდეო და გამშვილი კონტენტი ეგეთი ფორმულირება არ იყო კი იყო ეს სანდ ვიდეო რომელიც რაღაც თავიდან ამით დაიწყო და მე კონტენტი იყო რა ამ კამპანიას ცოტა ეგრე უყურებთ კონტენტ კემპეინი იყო რა ანუ ეხაც თუ შეხვდა ეხა არის იყიდე და დალიე კაიაკი ეხა ეგეთი ისენი არის რა სადაც აი პირველი ყიად ვეუბნებით მაგასაც რა ანუ არ იყო რომ რაღაცა ის არის მეინი და მე ესენი მოდის უფრო იყო რომ აი ეს კონტენტია გადანაწილებული აი ამ პერიოდზე რა მაგარი ხო თვითონ ბრიფის ის იყო ალბათ რა ხო არა ძალიან საინტერესო არის ეს არა პირიქით ძალიან საინტერესოა ჩვენთვის ეგ ყველა დეტალი იმიტომ რომ ერთია რომ რაღაც ვიდეოს უყურებთ პოსტს ხედავთ მაგრამ იმის უკან რა პროცესებია როგორი გამოწვევებია ეგ ძალიან საინტერესოა ხოლმე და მიყვარს როცა ეგეთ დეტალებს აზიარებენ ჩვენს პოდკასტში. მე მაქვს ფარნასთან ესეთი შეკითხვა ზოგადად სტანდარტულად ყველას ვეკითხები ინდუსტრიის გამოწვევებზე. ანუ როგორია კონკურენცია, როგორ აფასებ ბაზარს, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ კონკურენტები ერთმანეთს კარგს უკეთებენ იმ კუთხით, რომ ეს მარკეტინგული კომუნიკაციები თუ რაღაცა უფრო ტონუსში ხარ და უფრო რაღაცა ჩართული ხარ მაგ პროცესში თავიდან ბოლომდე. ანუ თქვენ შემთხვევაში რა გამოწვევები გაქვთ და როგორ შეაფასებდი კონკურენტულ გარემოს თქვენი ინდუსტრიის? საკმაოდ მაღალ კონკურენტული გარემო არის საქართველოში, მინდა ვთქვა რა. შესაბამისად ტონუსიც მაღალი არის, მოთხოვნაც მაღალია, ჩელენჯიც მაღალია. ეს გარკვეულწილად მე მგონი იმის გამოწდება, რომ საქართველო არის ზოგადად პატარა ბაზარი. და შესაბამისად თუ რაღაც რამოდენიმე დიდი მოთამაშე არის, უკვე ანუ ერთმანეთის წილებზე მიდის უფრო ბრძოლა, ვიდრე იმაზე, რომ თქვათ რაღაცა ბაზარი იზრდება და შესაბამისად შენ იმით სარგებლობ. არა, უფრო ერთმანეთის წართმევაზე არის. შესაბამისად კი საკმაოდ კონკურენტული არის. ხო. და გიწევს იყო გამორჩეული და რაღაცა სხვადასხვა გზით მიიქციო ადამიანის ყურადღება. კი, ანუ ეგ მოცემულობა გვიდგას და თან მით უმეტეს მაგ ჩელენჯს კიდე უფრო ართულებს ის, რომ მან კონკურენციაში არ შედიხარ მხოლოდ შენს პირდაპირ კონკურენტთან. არამედ შედიხარ კონკურენციაში ნებისმიერ სხვა ინდუსტრიის რეკლამასთან, კონტენტ კრეატორთან,
იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენ უნდა იყო გამორჩეული ფიდზე, ხო? ანუ სოციალურ მედიაში თუ ნებისმიერ რეკლამაზე პრინციპში, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო რა, ანუ ეს უნდა იყოს უკვე რა, ანუ მარტო მაგას არ ებრძვის, თუ საინტერესო არ ახარ, აქ სკროლავს და დამთავრდა რა. ხო. და მახსოვს რა ის რო გასოს ის წინას 26 მაისი იყო მთავარი კონკურენტი რა, ანუ რა წინა ედი რო გავუშვით, ანუ მთავარი იყო რო სვალოდები კი არა 26 მაისში დაიწყო, უთვათ ოპს გადაიშვიდეს ახლა ყურადღება რა. გადაფარვას რო ხო, გადაფარვა არა ყოველდღიურად ეგრე არის რა. თან მით უმეტეს ამ ქვეყანაში სულ გადაფარველი ეგეც არის ხო. თან მე შეიძლება მოხდეს რაღაცა ესეთი სხვა მოვლენს არასარეკლამო იმედს რაღაც მოხდეს ქვეყანაში და უცბად ეგეც ის არის რა. აი კოვიდის პერიოდში ყველაზე მეტი იყო ეგ რომ მახსოვს ერთ პერიოდში გასოს ველოდებოდით ხოლმე რაღაცა რა. მოდი აბა იქნება ჯერ არა თიმდა რომ ჩაწყნარეს მაგრამ მე ვთქვი არაფერი წამებოდა რაღაცა სულ რაღაცა ის ხდებოდა ხოლმე და მე უბრალოდ უნდა მიცხოვრო მაგ ახლა რეალობაში რაც ეგ მომდი დაგვიდგესავით. კი ეგ ახასიათებს ინდუსტრიას. რეზო შენთან მექნება ანალოგიური შეკითხვა ზოგადად ინდუსტრიის ჭრილში ახალი სააგენტო დააპოზიციონირება ბრენდინგი და ძალიან საინტერესო არის შენ რაღაც ერთგვარ გადაწყვეტებს თავაზობ ბრენდებს ხო ანუ სააგენტოს გაკეთება არის რომ შენ წარმოგიდგენია შენებურად რაღაცა გადაწყვეტები, რაღაცა პრობლემების მოგვარება და ასე შემდეგ. აი და კონკურენციაში ხარ ბევრ სააგენტოსთან, ხო? იმიტომ რომ რაც ძალიან ბევრი ახალი სააგენტო იქნება და ყოველ დღე მე მგონი ხედავ ხოლმე რაღაცა სააგენტოები იქნებიან და საინტერესოა შენ როგორ უყურებ ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას, როგორ ვითარდება, სად უჭირს, სად შეიძლება კარგად ვართ და ასე შემდეგ შენი შეფასება ამ კუთხით. ცოტა როგორ ხომეცი მაგას აი მას რეგულაპარაკია მაგაზე რა ეს ლუცროს ვთხოვე რა ოსმთა ინდუსტრიაში რა ხდება და მე ვირამ ცოტა აი მაგაზე მოვერიდებ ესე განზოგადებას იმიტომ რომ ძალიან მოლე სააგენტოს ფორმატში ვმოპერებ 2 წელიწადზე მეტი 2 წელიწადნახევარია მიახლოებით ჩვენი გამოცდილება თქო გვაქვს და ჩვენი ეს შემიძლია ვთქვა მეტნაკლებად მე თავარას ვიტყოდი რომ ცალსახად ეგრე არის ვიტყოდი რომ სეზონურობა რა ანუ აი ადრე მახსოვს რომ დავიწყე მუშაობა 11 წლის წინ აფანთილაი კორონა მახსოვს რომ ძალიან ისეთი სეზონური იყო ხოლმე რა მერეც კი დაჟსეთი აი იყო ხოლმე რაღაც 80% საერთო შემოსავლის წლიური მოდიოდა ხოლმე ახალ წელს და ზაფხულის ერთ თვეზე რა მიახლოებით ეგრე იყო ხოლმე განაწილებული იყო ესე ორად რა ну ზაფხული აი სექტემბერი იყო ხოლმე კიდე მიახლოებით ზაფხულის ბოლო სექტემბერია ანუ ეს პერტისკული დამბები რა ეხლა ვიტყოდი რომ შესული არის ერთიაც შემიძლია თქვა რა უფრო ისეთი რა ანუ ის აღარ მომდება ყველა გაკეთებს ახალ კამპანიას რა და ყველას ახალ კამპანია გაუცილებლად და მე ერთი პერტისკული რა მაგი რო ეხლა უფრო ის ხდება რა უფრო კალენდარი გადმართულია ხოლმე რასაც უყურებთ გონი ახმადი არის მეტნაკლებად რაც არ ვიცი კარგი ცვლილება თუ ცუდი ცვლილება არის რავი რა სააგენტო გააჩნია ალბათ ვინც მუშაობს და როგორ ის კარგი ცვლილება არის შეიძლება ზოგს ცუდი იყოს რავი არ ვიცი მაგრამ ალბათ ჯობია ეგრე რომ ცოტა წლის განმავლობაში გადაწილდეს ვიდრე ის რომ რაღაცა რა ანუ აი და ხდება რაღაცები რა მე მახსოვს პირველად რა იცი რომ იანვარი თებერვალი მარტი უფრო ჩილი იყო ხოლმე რა ვისვენებთ ხოლმე და უცბად დაიწყო რომ აღარ ვისვენებთ რა ანუ მე მეკონა იანვარში ხა დავისვენებთ ხოლმე ახაცეც მე თუ აღმოჩნდა ეგრე აღარ მუშაობს რა რაც რა ვიცი ცუდი ცვლილება არის ალბათ ხო ჯამში ხო ეგ მოხდა ალბათ რომ ცოტი გადანაწილდა რა ყურადღებას და ჩვენც აღარ ვისვენებთ და მაგით აღარ ისვენებთ თქვენ ალბათისაც აღარ არის ჩილ სეზონურობა აღარ გავს მაგინდა რო თქვა ხო სეზონურობა ბუნებრივია არის თუმცა არა ისე როგორც იყო ეგ ერთი მაგრამ მეორე მხრივ კიდევ რაც თქვით რომ კონკურენტული გარემოს გამო უფრო მეტად გვიწევს მუშაობა უფრო ხშირად გვიწევს რო თქვა კონტენტიც იყოს და ვაკეთოთ და პლუს კიდე აი რასაც ამბობდი ხო პროდუქტის მარკეტინგს რა გამოარჩევს ხოებისგან რომ ანუ ეს არ არის რომ რაღაცა თქვა კონკრეტულ პერიოდში შენ რეკლამა გააკეთე და იმ დროს გაყიდვები აიღე და всё თქვა მორჩა რა ეგრე არ არის აქ არის რომ პერმანენტულად შეიძლება თქვა სეზონზე უფრო მეტი დატვირთვით გასაგებია მაგრამ პრინციპში პერმანენტულად ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს რაღაც დოზით კომუნიკაცია რომ მომხმარებლის თავში შენ მუდმივად რაღაცა ილექებოდე რა. გარდა მაგისა კიდე ერთ თემას იმას ვსწავლ რომ ჩვენთანაც ახლა რა ანუ ბრიფით
არ მოსულ ხარ რაღაცა რა, ანუ მარტში, ანუ თავიდან ეგეც მაგიტომაც არის მენელობთ, რომ თავიდანვე შევხვდით ჩვენ, ანუ რა წელიო დაიწყო, ეგრევე იმას ვქენით, რაც ძალიან მივესალმები, ძალიან რაღაცა წლის დაგეგოა, ხო? მადლობელი ვარ კი, ანუ აი ეგ სულ ისეთი მუდმივი პრობლემა არის ხოლმე ხშირად სააგენტოებს უწუნებენ ხოლმე რა, რომ აი რაღაც სახალხო კამპანიები ხო ეს მიმისავით რო არის სახალხო კამპანიებზე რაღაც ნოემბერში შეწყდება მუშაობა და დეკემბრის დასაწყისში ხანდახან. აი ეგ რო არ ხდება ხოლმე, ეგ ძალიან კარგი არის რა. ან ნელ-ნელა მგონია რომ იშივდება ეგეც, იმედი მაქვს რომ სადათი უფრო მეტად ხო, ეგ ალბათ ბრენდების ხარეს ეგ რომ ქუცა ამბობდა ჩვენს პოდკასტში მახსოვს რომ 26 დეკემბერს რო გირეკავსო და ფორს მაჟორი გვაქვს რომ გეუბნება რომ სახალხო ანუ ფორს მაჟორი ანუ არ იცოდი რომ მოვიდო და ახალი წელი თუ რა თქმა უნდა აი რაღაცა უცებ შემთხვევით მივხვდით რომ ახალი წელი დგება. ანუ ხდება ხოლმე ეგ სამკასკებო ძალიან სასიამოვნოა ეგ არ ხდება ხოლმე რა ანუ ჩვენ შემთხვევაში აი საფულზე რომ მოგადგე რომ აი ფორს მაჟორია რა საფხულის კამპანია არის. მაგიტო ეგ ანუ მივესალმები იანვარში რო ბოლომდე არის ვენებთ ხოლმე. კაი არის. ეხლა შეიძლება დეკემბერშიც მოგადგე. ჩვენი გამო გახაი აი დილები მეგობრებო დაიდო. ასე დგება დილები. ჩვენ პოდკასტის ბოლო ნაწილში ვეკითხებით ხოლმე მე ვცდილობ რომ ჩემი სტუმრების კომპეტენცია გამოვიყენო და იმ ადამიანებს რომლებიც უყურებენ ჩვენს პოდკასტს განსაკუთრებით ახალგაზრდები და სტუდენტები და უნდათ რომ ამ ინდუსტრიაში შემოვიდნენ ისწავლონ მარკეტინგის მიმართულებით ზოგს მაგალითად ბრენდის მხარე აინტერესებს ზოგს აინტერესებს სააგენტოს ცხოვრება და ყოველდღიურობა და მაგის სწავლა ვცდილობ რომ ჩემს სტუმრებს ვკითხო რა შეიძლება ურჩიოთ დამწყებ მარკეტერებს ან ადამიანებს, რომელსაც უნდათ კრეატიულ ინდუსტრიაში შემოსვლა. იმიტომ რომ თქვენ ეს გზა გავლილი გაქვთ და შეიძლება რაღაცა პატარა შორტკათები ან რჩევა მათთვის ძალიან დამხმარე იყოს ამ გზაზე. ეგეთი ის მაქვს ხოლმე რა, აზრი მაქვს ხოლმე რომ რჩევა მოლეთ ეგეთი იქნებოდა, ჩემთანაც ურჩევდი, როცა დავიწყე მაშინ რომ რაღაცები უნდა actual ცადო რა, ანუ ზოგადად გონი რომ ხალხი არ ცდილობს ხოლმე რაღაცებს, რაც მხრივ ვიცი რომ აი ცდა მარტო ეს არ ვეხლა ცადე და მე გამოვიდა არ გამოვიდა რა ანუ აი რაღაც ცდელობა რომ რაღაც გავაკეთო არის ცოტა გრძელვადიანი პროცესი არის სადაც აი იღებ რომ აი ხა ნახე ერთი წელი ვცდილობ რაღაცას რა ანუ ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო რომ სააგენტოში მუშაობა მინდოდა ყოველთვის და ბავშვობიდან მიყვარდა რეკლამები რა ტელევიზორში გადავიდა რეკლამები ყოველთვის გქონდა ხოლმე საყვარელი რეკლამა ყოველთვის გქონდა ხოლმე რომ რაღაცა რა ანუ მულტიფილმზე არ ნაკლები მიყვარდა ხოლმე რაღაცა რა ძალიან ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული და ეგ თუ მინდოდა სააგენტოში მუშაობა ის მქონდა უბრალოდ რომ აი მინდა თუ რაღაც ეგეთი და მე მარსლავ ცადე, ანუ ESM-ში იყვნენ ლექტორებად მოწვეულები, ლექსვერა იყო ერთ-ერთი დავალება მოგცა, გავაკეთე, ძალიან მოეწონა და ცოტა მერიდებოდა თავიდან მეთქი ხა უთხრა არ უთხრამები და მე მივედი და მეთქი რა ვირა თუ მოგეწონა სამსახური გამიჩნდეთ ხო რა და გამიჩნდა სამსახური რა, ანუ ეგრე დავიწყე რა. მე მქონდა ეგეთი რაღაცა რომ როცა დავიწყე, ვიყავი social media team-ში და გადავწყვიტე რომ ყოფილიყო creative team-ში რა, ანუ creative დირექტორობა არც ვიცოდი მაშინ რა იყო ნორმალურად, მაგრამ აი დავისახე რომ აი ეგ მინდა მეთქი ვაკეთო, რომ ნახე იქ რა ხდებოდა როგორ, მეთქი აი ეგ მინდა ვიყო მეთქო რა და მართლა ერთი წელი იყო, სადაც აი მართლა ეგ იყო ჩემი ცდელობა, რომ განაც გამეკეთებინა რა და ეგ არ თავრდებოდა რომ ცადე რაღაც პირველი ბრიფით არ გამოვიდა მაგიტო რაღაცა აბა ეხა ალბათ ეგრე არ მოხდა რა ეგ რა მართლა შემიძლია თქვა რომ ჩემი თავის რაღაცა კარგი ვერსია ვიყავი, რომელიც მართლა ერთ წელს ცდილობდა ერთ წელს ხავთ კრეატივ დირექტორი რა, ერთ წელში იყო მე ეს რაღაც ჰოლდაირიშიც, რა ჯილდოების, ამბების და მე რედბერიში გადავედი წელიწადში და რაღაცაში რა. ანუ ეგ რაღაცა რო ეს ცდელობა აი რაღაც გამოვიდა არ გამოვიდაზე მთავრდება ხოლმე. მაგას ურჩევდი რომ ეგრე არ მოხდეს, რასაც დაიგონ ხოლმე რაღაც. როცა იწყებ და რაღაცა მიზანი გაქვს, აი რაც იქნება ესეთი make sense პერიოდი და აი ეს იყო შენი მცდელობა და არა ის რომ ეხა ერთნაირად გადავდგავ რა. და ხო აი რავი, არასოდეს მაგას ბევრი ადამიანს მეკითხება ხოლმე მაგაზე როგორ დავიწყო ინდუსტრიაში ამები, ანუ არასოდეს არ მოგერიდოს არავისთან თანამშრომლობის სურვილის გამოთქმა რა, ანუ შენ დამინდა მუშაობა. ძალიან ოკეი არის ეგ, ანუ სულ გონიათ ხოლმე ჩემი აზრით რომ იქიდან ხარეს არის რომ აუ ეხა რა არ ვიცი გამოკლება არა, ყოველთვის ასე რომ ადამიანი მოდის და გეუბნება შენ მუშაობა მინდა რა. ხო, ყველას უსწორდება რა, მგონია რომ ძალიან make sense არის რომ ნახე მომწონს თქვენი სააგენტო რა, თქვენთან მუშაობა მინდა, გამოსწორებოდა ძალიან. ან პირობითად კლიენტი არის ვიღაცა, ვინც ძალიან გაინტერესებს რა ბრენდი არის რა. ძალიან მისწორდება საკეთებთ, მინდა თქვენთან მითამაშალო რა, ანუ არ ეხავს ეგ პირიქით, მგონია რომ
ეგ არის ძალიან ისეთი რა, ანუ არ უნდა გვერდებოდეს მაგის. ეგ ძალიან მარტივი რჩევებია ხა, მაგრამ მგონია რომ დიდ ნაწილს ფარავს თუ რაც მე წარმოვიდგენია ეს მომისმენია რა. სხვა, რავი, ანუ რჩევა მექნებოდა ეგეთი რომ რაღაც თუ კრეატიულ სფეროს ეხება რო ის არის რა, ანუ ძალიან ისე აღიქვამენ ხოლმე რომ არ მოყავს ხოლმე რა სტერეოტიპი იცი რომ აი თქვენ კრეატიულ სფეროში რაღაცა ანუ აი რაღაცა თუნდაც აი აგვიანებთ ხოლმე თუნდაც ასე წევითან რაღაცა ეგეთები რო არის ხოლმე რა, ანუ კრეატიულ სფერო არის კი რაღაცა ესეთი აი ხოცი რაღაც აი მედმენისის არის ხოლმე გამოყოლით რომ რაღაცა ეგეთი აი არ მიყვარს რა, ანუ უნდა იყო პროფესიონალი ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ სამსახურში მალე მიხვიდე ხოლმე და რაღაც ბევრი იმუშაო და ზოგადად ანუ სტრუქტურა შენ თავის კონტროლი ანუ ჩვენ სფეროში არ ხდება ის რომ ვიღაც არ მოვა და არ გეტყვის რომ ხა შენ 7 საათი ატვარი ყავთ რაღაცა შენთან უნდა აკონტროლო ეგ რაღაცა რა და აი კიდე ერთ შემექნებოდა რომ მაგალითად იგივე სცენარის წერა რომ ალბათ რაღაცა ისეთი რა ანუ არ ხდება ესე წევხარდან თავის მოგივიდეთ რომ რაღაც ანუ არის ხოლმე რომ რავი რა თავიდან რომ დავიწყე იყო ხოლმე რაღაცა წერდი ვშლიდი და გრაინდი არის ჩვეულებრივი რა ანუ აი ეგ მიდგომას და მაინდსეტის თუ სწორი გექნება მგონია ძალიან დაგეხმარება დასაწყისში თუ იწყებ ამ სფეროში მუშაობას რა რომ რაღაც ყოველთვის უნდა მუშაობდეს თავის განვითარებაზე და actual შრომა უნდა ჩადო მაგაში რა ანუ უცბად იდეა მომივიდა არ საიდან ეგრე არ ხდება ხოლმე ანუ საუკეთესო იდეები რაც მოგსვლია ყოფილა ხოლმე რომ აი მართლა თან სირთულეც ხო ეგ არის ანუ რავი რა ჩვენ სფეროში რომ აი მაგალითად ზოგ საქმეში არის ვიცი რომ ამ დავალებაში ჩავასხავე ხა 30 საათს და უეჭველი გამოვა ანუ ეგ თქვა არც გამოვა თუ არ გამოვა რა აი უეჭველი გამოვა ჩვენთან არის ხოლმე რომ შეიძლება თავი დააკლა და აი არ მოგდის იდეა და აი მანდ რომ არ გაჩერდე და ეგ რომ იცოდე რომ ეგეთი სტრუქტურა არის უბრალოდ რა ანუ აი ესეთი პროცესია ხო კიდე 30 მინუტი ჩაასხა და მე გამოვა რა ანუ რაღაც ხიბლის ეგ არის მაგრამ ჩვენი ინდუსტრიის სიმართლე რო გითხრა ანუ რაღაც ყოველ ჯერზე თავიდან რომ უნდა ამოხსნა რაღაც კი აი არის მომწონს ჩვენი რჩევები არის ესეთი კარგი რჩევები იყო არ ვიცი დავამატო ანუ ალბათ აი რასაც ამბობდა რეზო ხო ანუ უნდა მოლოდინი უნდა გქონდეთ სწორად თქვა თუ ეხლა ირჩევს რომ ან რაღაცა რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა კარგი რეკლამის კეთება რა რაღაცა ეგრე დახატული რომ მინდა კი შეიძლება რაღაც ინსპირაცია იყოს თუმცა თან მით უმეტეს თუ რაღაცა ანუ ბრენდის მხარეს იმუშავებ ხო ანუ აქ ანუ სტრატეგიულ მხარეზე მუშაობა არის ბრენდის პოზიციონირების შექმნა არის და ანუ საკმაოდ ისეთი ხანდახან შეიძლება საკმაოდ მოსაწყენიც იყოს რა და ეს არ არის რაღაც ის ყოველთვის რო ეხლა რაღაც კაი აქ საუბრობ და სახალისო რეკლამების კეთება სახალისო რეკლამის კეთება არასწორი და კარგი რეკლამაც შეიძლება თქვა და კარგი კომუნიკაციაც შეიძლება არასწორი ფორმულირება იყოს უფრო არის სწორი ანუ მიზანი არ უნდა იყოს რამე კარგი რეკლამა გადავიღოთ უნდა იყოს სწორი რომელიც შენ მოგიტანს შედეგს ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ მართლა კაიაკისთვის ეს არის მოცემულობა და მიზანი, თორე ძალიან ხშირად ძალიან მოსაწყენ და ბანალურ რეკლამა შეიძლება იმუშაოს და უმუშავია კიდევაც. და ეგ უნდა იყოს რაღაც კითხით, რომ არაერთს, რა თქმა უნდა, ხო. უბრალოდ არ გამოარჩევენ ხოლმე, განისლომებს ვერ მოიგებს ის, მაგრამ სამაგეროდ გაყიდვებს კარგად გაზრდის რა. სინამდვილეში ეგრე არის და ეს არის ანუ საბოლოო ჯამში ანუ ბიზნეს ობიექტივები რაც არის რა, მაგდან უნდა გამომდინარეობდეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ ეს მარკეტერი, ბრენდ ოუნერი, ბრენდ მენეჯერი დაშორებული არის ბიზნეს ობიექტივებთან და რაღაცა თქო უბრალოდ უნდა რომ რაღაცა კარგი რეკლამა გადაიღოს, რომ თავისთვის რაღაცა კრედიტები გაიზარდოს, ხო? უბრალოდ შეუსაბამობაში მოვა და საბოლოო ჯამში მაინც წარმატება ვერ იქნება რა. ბრენდის მხარეს ალბათ ეგ იქნება უფრო გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი რა. მე ძალიან ისეთი story point-ი არის ძალიან მე ხო მაგ იმას ვწოდე რომ ანუ ზოგადად ეგეთი რჩევა მექნება კიდე ერთი ცალი რა რომ ანუ კარგი იდეა არსებობს ბრიფის გარეშე რა ანუ ბრიფს თუ გადაუხვიე და აი არის ხოლმე თავიდანვე იწყებ მით უმეტეს რა ანუ არის ხოლმე რომ ნახე ძალიან კაი იდეა ბრიფის სხვა რამე იყო რა მაგრამ ეს იდეა ძალიან მოწონს რა არის კარგი იდეა ანუ კარგი იდეა არსებობს ხო კონტექსტში რა ანუ ცალკე აღებული შეიძლება ძალიან ისორებოდეს რაღაც რა ბრიფში თუ სხვა რამე იყო და თუ სხვა დავალება სასრულებს ეს შენი ძალიან კარგი იდეა ეგ განსხვავება არის ცოტა ის შემოქმედებითი იმაში სფეროში versus actual შემოქმედებაში ეგ დიდი სხვაობა არის ანუ აქ მიზანი კონკრეტული რა ამიტომ ასრულებ ან ვერ ასრულებ კარგად რა და თუ კარგად ვერ ასრულებ შეიძლება ძალიან მოწონს ხა ისე რა მეგობრებს მოუყვები ძალიან გასწორებს მაგრამ ხვდები რა სხვა რამეს ვაკეთებ ცოტა მაგას ხო ძალიან მეთანხმები ძალიან სწორი ისე ხო ისე ყველა
კონკურსი, მე მგონი მაგაზან კაცრად ამბობს. რა თქმა უნდა. ბრიფს არაცდე არანაირად ხო. მე საქმეშიც ეგრეა, რომ ბრიფი რომ მოგდის და მე რაღაცა სხვა Cyber case-ში სხვა გრეთება რა, ანუ დიდი ყურადღება ეთმობა ნახევარი кейსი არის ხოლმე ბრიფი რატო გააკეთე, ვინ ხარ და ზოგადად კონტექსტი რო გაიგო რა. იმიტომ რომ ის უბრალოდ ნახე რაღაცა ქენი, ანუ ხო რავი რა, სავალ ძალიან კაი რაღაცა ქენი, უბრალოდ რატო ქენია გეგოთნო ვიცოდე თუ გინდა რომ რაღაცა award winning იყოს ან რაღაცა ისეთი იყოს რა. კი, იმიტომ რომ ჩვენც აქეთა მხარეს რო დაგანახოთ საკმაოდ არ არის მარტივი ბრიფის story briefs დაწერა რა, იმიტომ რომ ზუსტად რომ შენი რა სტრატეგია, რა კონტექსტი გაქვს, რა სად არის შენი ბრენდი, სად რას გინდა რომ მიაღწიო, ხო ეს ყველაფერი და ამისგან გამომდინარეობდეს, ხო, რომელიც ბევრ ამას მოიცავს რა, ანუ თქვა რაღაც ბრენდის პარამეტრებსაც, შენ რაღაც პოზიციონირება და რაღაცა კვლევა გააკეთე, ფოკუს ჯგუფები და იქ რამე დაინახე ინსაიტი, აი მრავალმხრივი არის და თან უკვე კონკრეტული მიმართულება უნდა მიცე რომ ძალიან ფართე არ იყოს და აი ყოველ სიტყვას დავწონით ხოლმე რომ ანუ რამდენად ხომ არ წაიყვანს ეს სააგენტოს რაღაც სხვა მიმართულებით და შესაბამისად აი ამას რომ რაღაც ყოველ სიტყვას ვაქცევთ ყურადღებას მე ბუნებრივი ეგ მოთხოვნა გვაქვს რომ აქ რო დავწერეთ ამიტომაც გთხოვთ რეაქციად ყურადღება და თან ახლა რაღაც ცელი ხო არ უნდა იყოს რაღაცა ერთი პირობითად ხო ანუ რომ რაღაც კაფიო და გასაგები იყოს რა. მესმის. ხო ზოგადად ბრიფებზე ხშირად წუწუნებენ სააგენტოები, რომ არ არის ეს პრობლემა დგას ზოგადად, რომ კარგად შევსებული ბრიფები ფუფუნება არის სააგენტოსთვის და ბევრ საქმეს ამარტივებს მერე. მე მგონი ეგეც ცოტა გამოსწორებია, ანუ მე ვიზახი ხა, ანუ რაღაც მე უკვე ცოტა old timer-ი ვარ შეიძლება თავი პროისეთი იყო რა. ხო, ამიდან კი ბატონო. 11 წლის წინ გაცილებით ბრიფი საერთოდ არ იყო მაშინ საჭირო რომ მოდი დაგირეკავ რა ესე მირჩევნია. მოდი ხო კარგი. ხო, აი იყო ბრიფი ხოლმე რა. კაი ბრიფი ძალიან კარგი არის. კი. ასწორებს ხო. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ სტუმრობისთვის და მინდა რომ თქვენს კომუნიკაციას, პარტნიორობასაც და ბრენდსაც კაიაკის უსურვო გულწრფელი საუბრები, რასაც აკეთებთ და ძალიან საინტერესო არის ჩემთვის ის კომუნიკაციები, რასაც ქმნის ეს ბრენდი და დარწმუნებული ვარ ბევრისთვის არის სამაგალითო ზოგადად რაც გქონია და მე ვახსენე შემთხვევები. მინდა წარმატებულს სულ ასევე თქვენ სააგენტოს და დარწმუნებული ვარ რომ აი კიდევ ბევრი საინტერესო კამპანია გექნებათ, რომელზეც შეგვიძლია ჩვენს პოდკასტში ნებისმიერ დროს ვისაუბროთ და მოვყვეთ ჩვენს აუდიტორიას. მე წარმატებას ვუსურვებ ასევე ჩვენს მაყურებელს, რომელსაც განზრახული აქვს, რომ ჩვენი პოდკასტებით სხვათაშორის ხვდებიან ხოლმე და მეუბნებიან, რომ მე რაღაცას სწავლობენ და ეს ძალიან მიხარია ჩემთვის და мотиваცია, იმიტომ რომ ეს არის რისთვისაც ვაკეთებ ამ ყველაფერს და შევხვდებით უკვე ალბათ შემდეგ სეზონზე ესე დავარქვევ, იმიტომ რომ დღეს სექტემბრის ბოლოდან განვაახლებთ ჩვენ ახალი ეპიზოდების ჩაწერას და იმედია ისიამოვნეთ დროებით.